ალექსი ახვლედიანის ადვოკატის ლალი აფციაურის განცხადებით თორნიკე რიჟვაძის საქმეში არსებულ კადრებში არ ჩანს მომენტი, როცა ის იარაღს იღებს. გამოძიების ვერსიით აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა სწორედ ახვლედიანის საგარეჯო სახლში სცადა თვითმკვლელობა ახვლედიანისვე კუთვნილი იარაღით. დღეს სასამართლოში ახვლედიანის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. ადვოკატმა პროცესზე ჯანმრთელობის შესახებ ცნობა მიიტანა და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეუძლოდა. მოსამართლემ შემდეგი პროცესი 18 სექტემბერს ჩანიშნა. აღების მომენტი არც ერთ კადრებში არ ჩანს. ეს არის მე ასეთი რამ არ მithავს. უბრალოდ რომ გამოდის ოთახიდან, თავისი საძინებელი ოთახიდან, შედის მეორე ოთახში, იქ სადაც ინახებოდა. ამიტომ ჩანს მისი გამოსვლა, შესვლა იმ ოთახში, მერე დაბრუნება და აი ჩანს ხელში რომ იარაღი უჭირავს? არა, ეს ბუნდოვანი კადრებია, ეზოს კადრებია და ბუნდოვანი კადრებია. ეს ყველაფერი ჩანს წუთი წუთზე ემთხვევა, რასაც ახვლედიანი ბრძანებს, რომ დაურეკა, გამოვიდა, შევიდა და რომ მარტო არიან და იქ სხვა არავინ არ არის. ნებისმიერ დროს შემიძლია მისი გასაჯაროება. უბრალოდ ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ, არ მინდა რომ რაღაცნაირად ჩვენი კუთხიდან, ჩვენი მხრიდან რაიმე სახით ზემოქმედებად ჩაითვალოს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თორნიკე რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლნას როლი ჭრილობა ჰქონდა მიღებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივლისს გაავრცელა. უწყება გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს. ფაქტთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებული სახით ალექსი ახვლედიანი იყო დაკავებული. მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყვიტეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 30,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.